დედამ გამოღვიძების თანავე შვილო დაიძახა. შვილი პასუხს არცემს, დუმარებას უწევს, კიდევ დაუწახა იქნებ, გაეგონა კიდეც. ისევ სიჩუმეა შვილი პასუხს არცემს. დედა შვილის ოთახს მიუახლოვდა და კარი ნაზად გახსნა. ნაზადვე დახურა. შვილს გადახედა და ფერი შეეცვალა, პულსი გაუსინჯა, პულსი ვეღარ იგრძნო, გული აღარ ფეთქავს. გული გაჩერდა და დედას ცერამლე წასკდა, შვილო დაიძახა. ეტავ შესმაგივრად ახლა მე ვიყოთ და ყველაფერს დავთმობდი, რაც კი გამაჩნია. და მე შესწამლად ღმერთმა გარდამქნას და ჩემს სულსაც დავთმობდი, მე ეს სამჭირდება. შვილის სახეს თვილავს დედის სრამლი წფელი. შვილის ხმა მოესმას, მენას არ უჯერებს, მისი სული ოთახს მდუმარებას უფევს. დედას ეუბნება. დედა ნუტირიხა, სემს უდამანახებ გზას ნუ დამემძიმებ შენი კარგად ყოფნა, მე გზას მიხალისებს. დედას გული ეწვის, გული თითქოს კდება. დედამ შვილს ასახა. დედას ვარდი ხარო, დედას კოკორი ხარ, ჯერაც გაუშველი როგორ არ გიგლოო და არ დაგიტირო, მე ხომ მუცლიც ხარ, თუ გულით გატარებდი. ჩემო ანგელოსო, ჩემო საყვარელო შვილი აწყვეტინებს დედას საუბარს და დედამ ბოდიშს ხვდის. ბოდიშს იმისათვის, მარტო რომ დატოვა. მასე ვერ იზრუნა შვილსაც ევალება. ერთი თხოვნა მაქვს, რომ შვილმა დედას უთხრა ჩემი ნახევარი, მე თუ მომიკითხავს, მხოლოდ ის უთხარი სხვაგან წავიდა. მე არ დამელოდეს, ვინმე სხვა იპოვოს. ნუ ატირდება და ცემს დახაჯავსო ჯობს რომ ურჩემობას, ისიც მიეჩიოს და ჩემზე ფიქრით. აღარ დაიხალოს. დედას გული ეწვის და თავს ვერ ერეო. შვილის ბოლო თხოვნა გულში ჩაებეჭდა. ცემლი აღარ მოდის. ცემლი შეუჩერდა. მისი კარგად ყოფნა შვილს გზას უმხნევებდა.